ციცო ჩამოხვედი ხალო გალამაზი ხარ პაკაჟის ოხ ეს საბუების ადგიშოვნია ხალო ეს აი ასე გექნება შენც ისე იყურე როგორც მე მაქვს ეს ახლა აქა რაღაცა გოგო რა სიცხვილია რატო მე ხო მაინც ბრენდი ვარ და რაც უნდა მეცვას აქ ჩვენი მაგარი გოგო ლიკა სულხანიშვილი ძალიან მაგარი გოგო ჩემი ბავშვობის მეგობარი ჩვენი ციცო ჩვენი ლიკა ჩვენი ჟელე ჩვენი ცეხი ციცოს ბურღი დავიწყოთ გაბურღვა ციცო ჯან ციცო ძალიან ბევრი კითხვა შემოვიდა მას მერე რაც ხალხმა გაიგო რომ დოქტორ კეკელია დაიჭირეს ავსტრიაში ყველა მეკითხება ციცოს რეაქცია რა არის ნუ რატო ციცო კიდია და იმით რა ციცო სულ სიტყვები დაიწყე არა იცი რა ეხა უყურეში რა რამხელა ხალხაზე აქ ლაპარაკი იმ ბანერებიდან დაწყოთ ეხა კიდე რომ გამაგოროს ვიღაცა შენც უნდა გაგაგორონ ციცო ეხლა დაუკვირდი ასეთი რაღაცა გააკეთე ავსტრალიაში გამოგიშვა უკვე და გულაობდე რამხელა ფული აქვს იქ რა უნდა ჩემ გაგორებას 5 წუთი დედა გავაგორებ მე მაგათ ხო შენ სხვა მკითხე რა მე საერთოდ არ ასწავლე კაი ციცო კაი ციცო შემდეგი კითხვა მე როგორც გავიგე შენ აღარ მუშაობ კავკასიის მედიცინის ცენტრში მაგრამ როდესაც ადამიანები რეკავენ იქ ეუბნებიან ციცო აქ აღარ მუშაობს და არაძლევენ შენ კოორდინატებს და მე მემწერენ სწორია რატო უნდა მისცე ჩემი კოორდინატები მე არა ვარ ყველასათვის არ უნდა ვიყო ყველასათვის ხელმისაწვდომი იქი იმიტომ აღარ მუშაობ იმიტომ რომ ყველასათვის ხელმისაწვდომი და ყველაფერშიკები არიან სხვები გაიგე მე ვარ უფრო ელიტარული იქ იმიტომ რომ ჩემთან არ უნდა მოვიდეს ყველა ადამიანი ვინც სიგარეტს ეწევა და არ ესმის რომ ეს ცუდია ვინც წერალი გაიგე პირველად მე რომ 17 წლის ვიყავ ინსტიტუტში ჩემი ჩავაბარე და მამაჩემა ბინამელი და ვაკეში ოროთახიანი მეზობელს არ მოეწონა მე რომ ტელეფონი მქონდა დაწერა და ეს ტელეფონი მომისწეს ანუ ქართველი ხალხი არიან ინტრიგანი ხალხი რა იმის მერე ვოცნებობდი აქედან წასვლას და წავედი კიდეც ახლა ჩამოვიდი ისევ ეს ინტრიგანები ეს შარც რო ვერ იმაშებიან მომიზდებენ უნიტას ისე დავდე შენი ნათქვამი რომ არც შევამოკლე იმიტომ რომ ვიცი რომ შენ არაფრის გეშინია ვინ ვერ იკავებს შარც ხალო კაცო მოუკვდი შარდისუნის სუნთქვით და რა სუნები იყო იცი ყავის სუნს მივუმატოთ ოფლის სუნი ყავის სუნს შარდის იქ იყო ლაბორატორია და აძლევდნენ პატარა ჭიქებს ქალებს და რა ვერ ვიგებდი თავიდან იატაკზე რატო ფსამდეთ თურმე ჭიქა რო გაიფსება დანარჩენი იატაკზე იფსება ტუალეტში ვერ შევდიოდი კაი მაგითო წამოხედი ბა კლინიკიდან კაცები კლინიკიდან რა შუაში ახლა რატო წამოვედი მაგას არ გეტყვი შენ არ გეტყვი რატო წამოვედი მაგრამ ყველასგან წამოვალ მე ჩემი ამბავი რომ ვიცი შენი ამბავი რომ მე ნაკლებად მაკმაყოფილებ რაღაც ეხა სათხე რომ კლინიკაში უნდა გეძებოთ ალადაშულში მოვიდენ ჩემთან თუნდაც ისე 4 საათზე იწყებ ოპერაციებს აბა ნორმალურად ვიწყებ ხოლ მაგალითად ვიწყებ 12 ამჯერა 12-ზე იღვიძებდა ციცო ხო 12-ზე იღვიძებდა რომ მადლობა ციცო მივხედოთ გაბურღვას ყველასთვის დასტუკნი ექიმი შეშაფოს მე ჩემსას ხედა აი როგორ იქნება ჩვენი ქვები შედევრები